მოგესალმებით კოლეგებო, ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომას. Quorumi გვაქვს, დღის წესრიგით ერთი საკითხია განსაზღვრული, გთხოვთ ხარი დაუჭიროთ დღის წესრიგს. მადლობთ. საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტები მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ჩვენ აქ ვართ სავალდებულო წესით კომიტეტი და მომხსენებელი გახლავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე. გთხოვთ ბატონო გიორგი. მოგესალმებით, დიდი მადლობა. ჩვენ წარმოგიდგენთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ფარგლებში ცვლილებები ხორციელდება მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელ სამ საკანონმდებლო აქტზე. ესენია მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონში. მეორე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში, სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში და მესამე ეს არის საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში. თქვენ როგორც მოგეხსენებათ საქართველოში მიწების სისტემურად რეგისტრაციის მიზეზი ჯერ 99/2006 წლებში ხოლო შემდგომ 2012 წელს სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ფართომასშტაბიანი სამუშაოები შესრულდა, თუმცა მნიშვნელოვანი ხარვეზებით, კითხვებით, რომლებიც საჭიროებდა სისტემურ რეგულირებას, სისტემურ გადაწყვეტას. 2016 წლის 31 ივლისს ამოქმედდა ახალი კანონი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ. შედეგად სახელმწიფომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა დაიწყო, რომლის მიზანს იმ სირთულეების აღმოფხვრა წარმოადგენდა, რომლებსაც მიწის ნაკვეთების მფლობელების საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში კონკრეტულად აწყდებოდნენ. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში რეგისტრაცია ორი მიმართულებით წარმოებს. ერთი ეს არის სპორადული წესი და მეორე ეს არის სისტემური წესი. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, სპორადული წესით რეგისტრაცია მოქალაქეების მხრიდან წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს და სისტემური წესის ნაწილში რეგისტრაციას შესაბამის გეოგრაფიულ არეალში პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წარიმართება. შედეგად სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ყველა სახის მომსახურება მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილზე მიეწოდება. მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგენტმა აზომვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება, როგორც საველე, ისე სარეგისტრაციო სამუშაოები ერთი უწყების სააგენტოს მიერ წარიმართება. 20-25 წლებში სისტემური და უფრო დავაკონკრეტებ 22 წლიდან, უფრო კონკრეტულად წლებში სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ცალკეული მუნიციპალიტეტისა და თუ დასახლების დონეზე გამოვლინდა, რომ უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრების გასწორება საჭირო გახდა დაგეგმილთან შედარებით გაცილებით მეტ მიწის ნაკვეთზე. ამასთან გამოიკვეთა, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების რაოდენობა 2.5-ჯერ აღემატებოდა საპროგნოზო მაჩვენებელს. სისტემური რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მოქალაქეთა მომართვიანობა, რომლებიც ქვეყნის შიდა და გარე მიგრაციის გამო
და სხვა საპატიო გარემოებების გამო აქტიურად არ იყვნენ ჩართული საველეს სამუშაოებში. მოსახლეობის ინტერესის გაზრდა სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შედეგიანობამ განაპირობა. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას სრულად ახდენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. მოქალაქეები უფასოდ სარგებლობენ სხვადასხვა მომსახურებით, კერძოდ საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი მომსახურება: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და სხვა. სისტემური რეგისტრაციის განმავლობაში და ჩვენ ვაკონკრეტებთ 22 წლიდან 25 წლის ჩათვლით აი ამ მონაცემებით აიზომა 2,94,707 მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი 1,01,570 ჰექტარს შეადგენს და 25 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე მეტია. 22-25 წლებში მიწის მესაკუთრე გახდა 1,469,591 მოქალაქე. თქვენ როგორც მოგეხსენებათ საზოგადოებისთვის იყო ცნობილი, სისტემური რეგისტრაცია 25 წლის 31 დეკემბერს სრულდება. სააგენტომ მიაღწია გეგმით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის სამიზნე ინდიკატორს და აქ ჩვენ გსურს აღვნიშნოთ, რომ ეს სისტემური რეგისტრაცია ფორმალურად წყდება, ჩერდება, თუმცა ეს გრძელდება სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში. ძირითადად რომელ მიწის ნაკვეთზეც შესაძლებელი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში დარეგისტრირდა. დარჩენილი მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიზანშეწონილია განხორციელდეს სპორადული წესით. სისტემური წესით რეგისტრაციის სირთულიდან გამომდინარე, რადგან დარჩენილი მიწის ნაკვეთები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს და არსებობს დამავკოლებელი გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითად სისტემური რეგისტრაციის პროცესით და პროექტით გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის. სხვადასხვა დამავკოლებელი გარემოება შეიძლება იყოს გზები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და თქვათ ტყის მასივები და სხვა. ამის გამო საკანონმდებლო პაკეტის მიზანია, რომ იმ პირებს, რომლებიც სისტემური რეგისტრაციის პერიოდში არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში საპატიო მიზეზით, ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხეს უფლების რეალიზება, ჰქონდეთ შესაძლებლობა მოითხოვონ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ 26 წლის 1 იანვრიდან სააგენტომ გააგრძელოს სპორადული რეგისტრაცია, რისთვისაც მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს თხოვნით, რომ მიწის რეგისტრაციასთან მიმართებით მიზანშეწონილია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს, როგორც მოგახსენეთ, 3 კანონში. პირველი, მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით 26 წლის 1 იანვრიდან 1 წლის განმავლობაში სააგენტო გააგრძელებს მხოლოდ სპორადულ რეგისტრაციას, რომლის ფარგლებში მას ექნება უფლებამოსილება უზრუნველყოს მუნიციპალიტეტებში და აქ ჩვენ ვაკონკრეტებთ გარდა თვითმმართველი ქალაქისა, აქ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი იგულისხმება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და დაადგინოს მისი იდენტურობა. საკუთრების უფლების აღიარება და იდენტურობის დადგენა განხორციელდება იმ წესით, რაც არის დადგენილი სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალებისათვის. ანუ იცვლება მხოლოდ მომართვიანობის ფორმა, თუ სისტემური რეგისტრაციის დროს კონკრეტული განცხადება არ იყო აუცილებელი, ამ შემთხვევაში კონკრეტული განცხადება იქნება აუცილებელი და კონკრეტულ მოქალაქეს შესაძლებლობა იქნება ინდივიდუალური განცხადებით მიმართოს სააგენტოს და სააგენტო ამის შემდეგ უკვე იმავე წესით გააგრძელებს რეგისტრაციას. ამ მიზნით კანონპროექტში მითითებული კონკრეტული მუხლები და პუნქტები
გავრცელდება უფლებამოსილებების განსახორციელებლად. 27 წლის 1 იანვრამდე კვლავ შეჩერდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, აღიაროს თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრების უფლება, გასცეს ცნობა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, დაადგინოს მიწის ნაკვეთის იდენტურობა და სხვა დაკავშირებული საკითხები. ცვლილების ამოქმედებამდე საჯარო რეესტრის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებები და წარდგენილი განცხადებების განხილვა დასრულდება ცვლილების ამოქმედებამდე დადგენილი წესით. აქაც ვაკონკრეტებთ, რომ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ელოდებიან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ამ პროექტის ფარგლებში პასუხს, ეს პროცესი გაგრძელდება 27 წელსაც, იმავე წესით, რა წესით მოქმედებდა და რა წესით მოქმედებს 26 წელს. საქართველოს მთავრობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით 26 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით განსაზღვროს სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასურს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დღეს მოქმედი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას. დღეს ეს ყველაზე მაღალი საფასური განსაზღვრეს სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციისათვის. აქვე ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ეს რეგულაცია არის კანონით განსაზღვრული და მათ შორის არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მკაცრად განსაზღვრული, რომ ეს იყოს დარეგულირებული და ჭერი იყოს განსაზღვრული. მეორე ცვლილება ეს ეხება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში, სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს. კანონის მესამე თავში ემატება ახალი მუხლი, რომელშიც ასევე ზუსტება, რომ 27 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში, აქაც ვაკონკრეტებთ, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო და ამავე ვადით ჩერდება მუნიციპალიტეტების აღიარების კომისიების უფლებამოსილებები. და ბოლოს მესამე ეს ეხება საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს. კანონში გაჩნდება სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტი. სახელმწიფო ამზომველი იქნება სააგენტოში დასაქმებული პირი და აწარმოებს ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ და საკადასტრო, მათ შორის შენობა ნაგებობისა და შენობა ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვით აზომვით სამუშაოებს. ეს განპირობებულია იმით, რომ საკადასტრო აგეგმვითი აზომვითი სამუშაოები მოითხოვს მათი შესრულების მაღალ ხარისხსა და სიზუსტეს, რაც თავის მხრივ შეუძლებელია თანამედროვე მაღალი სიზუსტის ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გარეშე. სააგენტო ფლობს აღნიშნულ შესაძლებლობებს, მას გააჩნია მაღალი კვალიფიკაციის ადამიანური კაპიტალის და უკვე შექმნილი აქვს ყველა საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ციფრული პლატფორმა, რათა სააგენტოში დასაქმებულმა პირებმა შეასრულონ სახელმწიფო ამზომველის ფუნქცია. ამის პარალელურად ასევე მნიშვნელოვანია, რომ იფუნქციონირებს და ფუნქციონირებას გააგრძელებს კერძო ამზომველებიც. თავად მოქალაქე გადაწყვეტს ისარგებლოს სახელმწიფო თუ კერძო ამზომველის მოსაზღვრებით. კერძო ამზომველის განხორციელებული სამუშაო შესაძლოა გადაამოწმოს სახელმწიფო ამზომველმა თუ სააგენტო მიიჩნევს საჭიროდ. და აქაც გსურთ ავაკონკრეტოთ, რომ სააგენტოს ჰქონდა რიგ შემთხვევებში კითხვები კონკრეტულ განხორციელებულ სამუშაოებთან მიმართებით და ეს იქნება შესაძლებლობა სააგენტოსთვის, რომ აი ამ სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტის ფარგლებში მოხდეს კონკრეტული გარემოებების დაზუსტება და გადამოწმება. სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტი ჩამოყალიბდება და ეს ჩამოყალიბება დაეფუძნება განვითარებული ევროპული ქვეყნების მიწის ადმინისტრების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. სააგენტომ ჩაატარა კვლევა, რომლის დროსაც შესწავლილი იქნა
ევროპის რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება, კერძოდ შვედეთის, გერმანიის, დანიის და სხვა ქვეყნების შესაბამისად ეს კონკრეტული ინიციატივა, ანუ ჩვენი სააგენტოს კონკრეტული ინიციატივა არ არის, არამედ ეს არის ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. სახელმწიფო ამზომვლის დანერგვის გამო გაიზრდება სააგენტოს ფუნქციები და მას დაემატება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორებიცაა ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საგადასტრო აგებითი აზომვითის სამუშაოების წარმოება. კარტოგრაფიული, ფოტოგრამეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების გაცემა და საგადასტრო, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ფოტოგრამეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა. შესაბამისად შეჯამების სახით გსურს აღნიშნოთ, რომ სისტემური რეგისტრაციის პროექტმა მიაღწია იმ სამიზნე ინდიკატორს, რომელიც იყო თავიდანვე განსაზღვრული, ფორმალური კრიტერიუმებით, ანუ იცვლება უბრალოდ მომართვიანობის ფორმა, ანუ თუ აქამდე მოქალაქეს არ უწევდა ინდივიდუალური განცხადებით მიმართვა, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად მიმართავს სააგენტოს, რომლის ფარგლებშიც უკვე სააგენტო ამის შემდეგ იმავე ფორმით, რა ფორმებიც და იმ კრიტერიუმებიც არსებობდა სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, გააგრძელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესაბამისი წესით განახორციელებს მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციას. დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, შეკითხვები. დიახ. ბატონო ლანზო. გასაგებია მოგესალმებით. მე მინდოდა ძირითადად ხულო შუახევ ქედაში მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დეკემბრის ბოლომდე ჰქონდა საძოვრის სტატუსი, მერე შეიცვალა სახელმწიფო მიწად და მოსახლეობა თუ წარადგენდა სათანადო დოკუმენტაციას, ან მერია მაშინ დამტკიცდებოდა. დღესდღეობით ეს თემა გაჩერებულია, იქ მოსახლეობას დაახლოებით აქვს საცხოვრებელი სახლები, ეს სეზონურიო საცხოვრებელი სახლები, რომელიც საუკუნეს ითვლის. და ფაქტიურად შეიძლება ხვალეზეგე გავიდეს აუქციონზე, გაიყიდოს და ეს საძოვარი გაქრეს საერთოდ. ამაზე რას ფიქრობთ და თუ ამაზე არის საუბარი, მაინტერესებს მოსახლეობა, ხშირად ამ შეკითხვას გვისვავს ჩვენ. მადლობთ. დიდი მადლობა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ზოგადად ეს პროცესი არის კომპლექსური და რა თქმა უნდა კონკრეტული განცხადებები, კონკრეტული მიმართვები უნდა იყოს ინდივიდუალურად განხილული. არსებობს კონკრეტული გამოწვევები, მე ვიტყოდი, საკურორტო ტერიტორიებთან მიმართებით და რამდენიმე შეგვიძლია ჩვენ აქ გამოვყოთ. აქ რა თქმა უნდა მიმდინარეობს გენერალურ გეგმებზე მუშაობა და მხოლოდ ამის დაცვით შემდგომში მოხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მნიშვნელოვანია, რომ აქ საერთო ინტერესები იყოს დაცული. ასევე აქ არის საკურორტო ტურისტული ინტერესები არის გასათვალისწინებელი და საერთო ჯამში ჩვენ მოგახსენებთ კიდევ ერთხელ იმ რთულ პროცესს, რომელიც არსებობდა მათ შორის დამოუკიდებლობის შემდგომ პროცესში კონკრეტულ ხარვეზებთან მიმართებით, რა მემკვიდრეობაც გაიზიარა სააგენტომ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული სიფრთხილით, კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით მოხდეს კონკრეტული ფაქტების დადგენა, მტკიცებულებების წარმოდგენა მოსახლეობის მხრიდან და არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა გარემოებებზე დაყრდნობით ან ერთი შემთხვევა შეიძლება იყოს არის მოწმეების ნაკლებობა, ან შეიძლება იყოს, როგორც მოგახსენეთ, მტკიცებულებების წარმოდგენის ნაკლებობა, ან არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული არის დავა, ან მიმდინარე, ან რეგისტრაციის პროცესში უკვე წარმოიშვება ახალი დავა და საერთო ჯამში ეს ამ პროცესებს, რა თქმა უნდა, კომპლექსურს ხდის, თუმცა სააგენტო მზად არის, რომ ინდივიდუალურ განცხადებებზე დაყრდნობით განიხილოს თითოეული მოქალაქის ეს
ინიციატივა, კონკრეტული მოქალაქის განცხადება. არის შემთხვევები, სადაც იქმნება კონკრეტული სამუშაო ჯგუფები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო რიგ შემთხვევებში ვერ იღებს გადაწყვეტილებას, აქ იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლობს სხვა უწყებებთან და არის ასევე პრაქტიკა სააგენტოს მიერ დაფუძნებული, სადაც იუსტიციის სამინისტრო კონკრეტულ კითხვებს სვამს უწყებებთან, ხომ არ არიან ისინი წინააღმდეგი რეგისტრაციასთან მიმართებით, ასევე არის, როდესაც პასუხის საფუძველზე ეს პროცესიც ყოლმდება საერთო ჯამში, რაც საჭიროებს უფრო მეტ სიზუსტეს, უფრო მეტი ფორმით და უფრო მეტი კონკრეტული კრიტერიუმებით კონკრეტული განცხადების განხილვას, კიდევ ერთხელ ამბობ, იმ საერთო გამოწვევების ფონზე, რომლებიც ამ პროცესთან მიმართებით არსებობს. და რა თქმა უნდა სააგენტო სად არის და განიხილავს ყველა იმ განცხადებას, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხს უკავშირდება იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც მე გაგიზიარეთ. სხვა შეკითხვები. კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გრძელდება ამ შემთხვევაში უკვე სპორადული რეგისტრაციის მიმართულებით 95% არის საკადასტრო დაფარვა ქვეყნის ტერიტორიის და ალბათ ამ ერთ წელიწადში კიდევ მნიშვნელოვანი ზრდა გვექნება და საბოლოოდ არ იქნება მიწის ნაკვეთი, რომელსაც თავისი რო იტყვიან კონკრეტული სახელი, პატრონი და საზღვარი არ იქნება განკუთვნილი. მათ შორის ბატონო ვანზორ, თქვენ რა საკითხს ამოჭერით, ამასაც სჭირდება კომპლექსური მიდგომის საკითხი არის მარტო სპორადული, ასე ვთქვათ, რეგისტრაციის პარგლებში. ალბათ ვერ გადაწყდება ეგ საკითხი. მე მგონი მნიშვნელოვანი არის და კომიტეტს ვთხოვთ, რომ ხარი დაუჭიროთ წარმოდგენილ კანონპროექტებში შესაბამის ცვლილებებს. ვინ არის მომხრე? დიახ, გადაწყვეტილება მიღებული არის, ამით კომიტეტმა მუშაობა დაასრულა, მადლობთ.